სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ადამიანის ღმერთს დაცილება, დაცემა, რაც სამოთხეში მოხდა და რომელი ისტორია ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, უნდა ვიცოდეთ კარგად. როგორც ხშირად ზოგიერთი ღვთისმეტყველი ამბობს, იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც მოხდა ყოფიერებაში. ამ კატასტროფის შედეგებს ჩვენ ყველანი ვიწუნებთ და ამავე დროს ჩვენ არ ჩამოუვარდებით ჩვენ პირველ მშობელს ადამს და მასზე უარესად ღალატობთ ქრისტეს. გარდა იმისა, რომ ეს ბუნება გვაქვს, პლუს ჩვენი პიროვნული არჩევანითაც ასევე ღალატობთ უფალს. ეს დანახეთქი იმდენად დიდია, რომ ადამიანისათვის შეუძლებელი არის ღმერთთან ყოფობა, ეს ჩვენ ვიცით. მაგრამ ეს შეუძლებლობა არ არის უბრალოდ რაღაც პედაგოგიური აკრძალვა, რომ იცი არ შეიძლება. ეს შეუძლებლობა საშინელ ხასიათს ატარებს, სასიკვდილია, სიკვდილს ატარებს თავის თავში, ესე შეიძლება ვთქვათ. გახსოვთ, როცა ადამი გამოიდევნა, მბრუნავი ცეცხლოვანი מחვილით, ცეცხლოვანი ანგელოზი დაადგინა სამოთხის კარებთან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, მისთვის ეს შეუძლებელია და მომაკვდინებელია მიუახლოვდეს არათუ ღმერთს, არამედ ანგელოზსაც. ძველად თქმაში ეს რწმენა ჰქონდათ იუდეველებს, რომ თუ იუდეველი ანგელოზი ხილავდა არაკნინობითა და როცა ანგელოზი თავის ცეცხლოვან ბუნებას ფარავს და მალავს, არამედ თავისი ნამდვილი ბუნებით ადამიანი ამას ვერ გაუძლებდა და მოკვდებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია ცეცხლოვანი სერაფიმები ვიხილოთ მაგალითად. შეუძლებელია ეს ჩვენთვის. არათუ ანგელოზი ცეცხლოვანი ნათელი, რომელიც საღვთო ნათელია, ოღონ გადასული გონიერ ქმნილებაში ანგელოზი, არამედ მოსე რომ თიდან ჩამოვიდა, მოსე როცა ღმერთს ელაპარაკებოდა და თითარ რო ჩამოვიდა, გახსოვთ რომ ვერ უყურებენ თვალს ჭრის ის ნათელი, რომელიც მისი სახიდან გამოდიოდა და მოსე იძულებული გახდა სახე აეხვია. თვალს ჭრიდა, არ შეელოთ ყურება. წარმოიდგინეთ. თავებრივი ნათელი როგორი დიდებულია და როგორი სუსტია ადამიანი. იქ სადაც ღმერთი იმყოფება, თავის სიდიადით ადამიანს იქ მიახლოვება არ ძალუց. გახსოვთ, როცა მოსე ქორების თაზე ადის და იქ ღმერთი უნდა გამოეცხადოს, რა ხდება იქ? გრგვინვა, ქუხილი, ქვების წვიმას, ქვების სეტყვა, საშნელი ხმაური, რომელთა მიერაც იდევნებოდნენ ცხოველებიც და ადამიანებიც. ეს რაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ თავისი ფიზიოლოგიით, თავისი მდგომარეობით ცხოველს დაემსგავსა. ჩვენ ხო ვიცით, საკუთარი თავიდან ვიცით, როგორი მიდრეკილებები გვაქვს, ადამიანური კულტურა რო არ არსებობდეს, ადამიანის ადვილად შეიძლება გაველურდეს და ცხოველზე უარესი გახდეს. ზუსტად ფიზიოლოგიური მიდრეკილებები. ადამიანებს არ შეელოთ იქ მიკარება. ძალიან უცნაური ადგილებია წმინდა წერილში, რომელსაც ვერაფრით ვერ ახსნი, მithumetes თანამედროვე ლიბერალიზმით მოწამლული ადამიანური გონება ვერაფრით ვერ ახსნი რაღაც ნეობრივი ნორმებით, ლოგიკურად, ვერაფრით ვერ ახსნი. მაგალითად, როდესაც დავით წინასწარმეტყველი კიდობანს იბრუნებს, რომელიც წარმართებს ჰქონდათ წართმეული როგორც სასჯელი ებრაელებისთვის, იცით ეს ისტორია ან უნდა იცოდეთ ყოველ შემთხვევაში. როცა დავით წინასწარმეტყველი კიდობანს იბრუნებს, საოცარი ზეიმით, ყოველ 6 ნაბიჯზე შესაწირავ მსხვერპლს აღავლენს, იქ იყო ერთი მისი თანამებრძოლი, თანაშეზდილი მეგობარი ყუზა, განსაკუთრებული ეს ყველაფერი მოაწყეს და რაღაც მომენტში ურემი შეკანდა და ყუზას მოეჩვენა, რომ კიდობანი ვარდებოდა და ხელი შეაშველა. ლევიტელების გარდა არავის არ ჰქონდა უფლება ხელის მოკიდების კიდობანს. ლევიტელი ესე ვთქვათ სამღვდელო დასი იყო. როგორც კი ხელი შეახო კიდობანს, იმ წამსვე ადგილზე გარდაიცვალა. გაუგებარია, არც ღვთისგმობი იყო, არც წარმართი იყო, არც კებსახური იყო, არც გარყვნილი იყო. უბრალოდ ხელი შეახო კიდობას, რომლის უფლებაც მას არ ჰქონდა, უბრალოდ ხელი შეახო. რო არ გადმოვარდნილიყო, ესე იფიქრა ვარდებოდა. ადგილზე გარდაიცვალა. ეგეთი მაგალითები ძალიან ბევრია. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. აარონის შვილები, აარონი იცით მოსეს ძმარი და პირველი მღვდელი ისრაელში, პირველი მღვდელი. მოსე როგორც წინასწარმეტყველი და ერის წინამძღოლი და მისი ძმა როგორც მღვდელი დადგენილი ღმერთისგან და ეს მემკვიდრეობით გადადიოდა მღვდლობა, ესე იყო ძველად თქმაში და მისი შვილები, კარვის სახით იყო ეს საკურთხეველი, უნდა აკმიონ და ცეცხლი უნდა აეღოთ თვითონ იმ კარვიდან, რომელიც წმინდა ცეცხლად იწოდებოდა და მათ ცეცხლი შეიტანეს. უბრალოდ ნაკვერჩხალი წარმოიდგინეთ, ნაკვერჩხალი. რომ აი ნაკვერჩხლის ანთების აუცილებლობა კანონი რომ იყოსო საკურთხევლის სანთლიდან აანთო და მათ არ აანთეს საკურთხევლის სანთლიდან და საიდანღაც აანთეს და შეიტანეს ეს ცეცხლი. კატასტროფა ხდება. ბიბლიას წაიკითხავ და ნახავ.
საღვთო ცეცხლი გამოვარდება და ორივე უცებ დაიწვება, დაიფერფლება. და გაოგნებულები არიან, ეს მოსეც გაოგნებულია, არონი გაოგნებულია. მე მოსეუნება, რომ ფხიზელი უნდა შევიდესო ადამიანი წმინდათაში. იქ არ ჩანს რომ თვალები იყვნენ, მე ფიქრობ ეს რატო უთხრა მოსემ, ხო არ ეგონა რომ თვალები იყვნენ და ამიტომ დაისაჯეთ, მაგრამ არა, თვალები არ იყვნენ. მათ საღვთო კანონი დაარღვიეს. ამ ძველი აღთქმის ამ მაგალითებით და მე იმედი მაქვს, რომ ღმერთი ამ ყველა ადამიანს, რომლებიც არც კერპსახური იყვნენ, არც არაფერი, უბრალოდ თავისი მაგალითით, თავისი დაღუპვით მაგალითი აჩვენებს თელ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის საშინელი თავის იდეადი და ადამიანს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს მასთან მიახლოების. იგი ადამიანისათვის ეს სასიკვდილო ხდება, მზეში ვერ შეხვალ, ოკეანეში ვერ შეხვალ, კოსმოსში ვერ გახვალ და ვინც ეს ყოველივე შექმნა იმდენად დიადია, რომ ჩვენ უბრალოდ ჩვენ გვაქვს მოწამლული გონება, პატივმოყვარეობით, სიამაყით, მით უმეტეს თანამედროვე ადამიანს, რომელიც უფლებებზე ლაპარაკობს და საკუთარი მშობლის წინაშეც კი, სამშობლოს წინაშეც კი მოვალეობა აღარ იცის და ეხლა ღმერთის წინაშე ექნება მას რამე რიდი, წარმოგიდგენთ როგორია თანამედროვე ადამიანი. მე მახსოვს აი ძველი დრო, როცა შვილი მშობელთან ხმას არ აუწევდა, უბრალოდ არ აუწევდა. ქალი კი არა, კაცი არ იგინებოდა. დღეს რა ხდება ნახეთ. წარმოგიდგენთ ახლა თანამედროვე ადამიანისათვის როგორი გასაგებია ახლა ეს ჭყალებში, ხო? რაზეც ბიბლია საუბრობს, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, გავიგოთ და დავინახოთ ის უზარმაზარი დანახეთქი, რაც ჩვენსა და ღმერთს შორის არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ღმერთი მოვიდა ადამიანად ეს არის, ეს დანახეთქი შეავსო, ხიდად გაიდო და ყველა ის უბედურება, რაც ადამიანს როგორც ღმერთს დაცილებულ არსებას შეიძლება განეცადა, დამართნოდა, ყველაფერი თავის თავზე დაიმართა და თავის თავში გადახარშა და შთანთქა ქრისტემეს ყოველივე. დაუძლურებული, შეურაცხყოფილი, დაგლეჯილი სხეულით, აი ყველაფერი იტვირთა თითოეული ჩვენგანის ცოდვა, საერთო ავადმყოფობა, ღმერთს დაცილებულობისა, ყველაფერი საკუთარ თავზე აღიღო. აი, მე ეს ყველაფერი თავის თავში გაანადგურა აღდგომით, სიკვდილი მათ შორის მოსპო, თავის თავში მოსპო სიკვდილი აღდგომით, გაცოცხლებით, აღდგა ამაღლდა ზეცად და ამაღლდა ზეცად რისთვის დაждდა მღვდელმთავრად მარჯვენით მამის. ჩვენთვის მღვდელმთავრად მარჯვენით მამის, ანუ მარადიული მეოხი ჩვენთვის, რომ კვლავ და კვლავ მოახდინოს აქტუალიზირება იმ მიმტევებლობისა და იმ კურნებისა, რაც მან თავის თავით აღასრულა და მუდმივად ამის აქტუალიზირებას ახდენს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რითაც ეს ხდება, არის ევქარისტიული მსახურება. სადაც ჩვენ საცოდავი ადამიანები თვითონ მღვდელმთავარი და მღვდლებად დაგვადგინა. აი ეს ცოდნა არის ქრისტიანისათვის, აი ის ძვირფასი რა, რაც ჩვენ მოგვეცა აი გამოცხადებითი სარწმუნოებით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გულში გამოეცხადა, რომელიც ძალიან ძვირფასია, ჩვენ მარადულ პერსპექტივას გვაძლევს, რომელიც ღმერთისაგან აემხელა გაღებულ უზარმაზარ მსხვერპლს გვათავისებინებს, გესმით? და შესაბამისად კეთილი ნაყოფები გამოაქვს თითოეული ჩვენგანისათვის. შესაბამისი პასუხისგებლობითაც ვტვირთავს, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი იცი, რო არ იცი ხო ცალკე პრობლემაა. და რატო არ იცი, ვინ იცის, ხო? 1000 მიზეზი არსებობს, მაგრამ როცა იცი, აი დღეს წმინდა ნინოს ხსენება, მის საქართველოს შემოსვლის დღეა, წარმოიდგინეთ, საოცრებაა, ხო? მოციქულებმა იქადაგეს, აქ-აიქ გაჩნდა ქრისტიანული თემები საქართველოში. ქართველი კაცის ამპარტავანი ხასიათი ვერ გვაქვს, ვიღაცა კაცი მოვიდა რაღაცა გვითხრა. აი 14 წლის გოგონა რომ მოვიდა, პატარა ქალი რომ მოვიდა. მისი ქადაგება მივიღეთ, მაგრამ ეს ხო სასწაულია ამავე დროს. ხო განსაცვიფრებელია. ის რაც მოციქულების მერე ვერ მოხდა, ამ პატარა გოგონას შემოსვლის მერე მოხდა და ქართველებმა მივიღეთ ეს სარწმუნოება და უფრთხილდებით რამდენი საუკუნეა. სისხლის ფასად უფრთხილდებით. არავითარ შემთხვევაში არ ვთმობთ. მაგრამ ეს სარწმუნოება და ჩვენი ეს დიდებული წინაპრები, რომელთა ღვაწლის შედეგად ჩვენ ეს ხელთ გვიფყრია, ეს უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის გარეთ დგანან და ცოცხალი თავით არ უნდათ შემოსვლა ეკლესიაში, ზოგი ძველი ათეიზმით და ზოგი თანამედროვე ათეიზმით გონება დაბნელებულნი. და სინამდვილეში ამ ათეიზმის საფუძველი ადამიანის შინაგანი სიამაყე და ამპარტავნება, როცა არ ეთმობა საკუთარი ეგოისტური მე, თუნდაც ღმერთის სასარგებლო. და ამით საკუთარ თავს ამით საკუთარი თავისათვის განაჩენი გამოაქვს. მაგრამ ამავე დროს უდიდესი პასუხისგებლობაა ჩვენთვის, რომლებიც ეკლესიაში ვართ, იმიტომ ეკლესიაში კი ვართ,
მაგრამ როგორ ვართ? რამდენად ვითავისებთ ამ ყოველივეს? რამდენად მუდმივი სიხარული გვაქვს იმის გამო, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ? რამდენად მდგრადია ჩვენი შინაგანის მდგომარეობა, ნერვული სისტემა იქნება ეს თუ ფიზიკური მდგომარეობა, თუ რა თქმა უნდა სულიერი მდგომარეობა, იმ უამრავი განსასწრების გამო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ ერს, თითოეულ ჩვენს ადამიანს ხო გარს გვახვევია, რამდენად მდგრადნი ვართ, რამდენად ვერ გვართმევს გარე სამყარო ეს სოფელი, რამდენად ვერ გვართმევს სიხარულს ღმერთის შვილობისა, იმედს, რომელიც ქრისტეა ჩვენში. ერთგულებას უფლისადმი და სიყვარულს უფლისადმი რამდენად ვერ გვართმევს, თუ გვართმევს, თუ გვაზიანებს, სულმოკლეობით, ურწმუნოებით, დტვინვით და ასე შემდეგ. დღევანდელი საკითხავი ამ კუთხით, რას საუბრობს განკაცებული ღმერთი, რას ესაუბრება მამა ღმერთი ჩვენზე, ეს არის იოანეს სახარების მე-17 თავი, ლოცვა არის, ძეღვთისას საუბარი მამასთან არის ლოცვა. და რადგან ის ადამიანად მოვიდა და დემონსტრაციულად ხმამაღლა ამბობს, რომ მოციქულებს გაეგონათ და დღეს ჩვენ წინაშე დევს. ეს არის ყოვლადწმინდა სამება ღმერთის პირებს შორის საუბარი ჩვენზე, თითოეულ ჩვენგანზე, რომელიც ასე განცხადდა, ამიტომ ამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ღმერთმა თავის ყოვლადწმინდა სამებამ თავისი შიდა ცხოვრების თანამონაწილე, თავის შიდა ცხოვრების მესაიდუმლე გაგხვდა და შვილად მიგვიყო და დადგება დრო, როცა ჩვენ მარჯვენით ქრისტესი დავждდებით, როგორც ქრისტე დაждდა მარჯვენით მამის. ძალიან საინტერესოა, სრულად ვერ წაგიკითხავთ, იმიტომ რომ საკმაოდ მოზრდილია, რამდენიმე მოხს წავიკითხავთ. აი ესეთ რამეს ამბობს, ვითარცა ესე მოეც მას ხელმწიფება ყოველთა ხორციელთა, მიმართავს როგორც მამას და ანუ შენ მე მომეცი მე ხელმწიფება ყოველთა ხორციელთა. ანუ აბსოლუტური ძალაუფლება მომეცი მე როგორც ადამიანსაც, როგორც ღმერთს ხო ძალაუფლება აქვს, ღმერთი შექმნილია სამყარო მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, მაგრამ ადამიანად რომ მოვიდა, ადამიანური ბუნებაც სრულად ითავისებს ამ ძალაუფლებას. ადამიანური ბუნებითაც ითავისებს ამ ძალაუფლებას სრულად. ჩვენს გასაგონად ეუბნება, რომ ჩვენთვის ეს გასაგები იყოს, რომ მომეცი მე სრული ხელმწიფება ყოველთა ხორციელთა. რათა ყოველი რომელი მოეც მას მისცეს მათ ცხოვრებას აუკუნო. ანუ მამას ეუბნება, რომ შენ ეს ყოველი ადამიანი მე მომეცი. ხო გვითხვია ბევრჯერ, რომ შენს გულში რომ ქრისტეს ღმერთობის წმენა მამამ განგიცხადა, უფალი გვასწავლის ამას სახარებაში. და მამამ განგიცხადა, რომ ქრისტე არის ღმერთის სამყაროს შემოქმედი, ძეღვთისაა სამყაროს შემოქმედია. და ამის მერე მამა ღმერთმა გადაგვაბარა ძეღმერთს და ძეღმერთს შეუძლია მოგცეს მარადიული სიცოცხლე, რომელიც მოეც მას, ანუ ძეღმერთს, რომელიც მიეცი ყველა ადამიანს აძლევს მარადიულ სიცოცხლეს. და აქვე განმარტავს მარადიულ სიცოცხლეს, ანუ სამოთხეს გვაძლევს, სასופველს გვაძლევს. და აი განმარტავს სასופველს, სამოთხეს, რომელიც ძალიან ხშირად გვითქვავს ჩვენ აქცენტი გაგვიკეთებია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მრავალ ქრისტიანს აქვს სხვა მონოთეისტური რელიგიების მსგავსი აზროვნება, რომ გონიათ, რომ სასופველი სამოთხე არის საჩუქარი ღმერთისგან, და რადგან სამოთხე და სასופველი მარადიულ ცხოვრებასთან და კეთილ ცხოვრებასთან და ფუფუნებასთან არის გაიგივებული, გამოდის, რომ ღმერთმა კაი ცხოვრების გამო უნდა მომცეს სამოთხე და სასופველი. ანუ ღმერთი სხვა არის და სამოთხე და სასופველი სხვა არის. და რადგან ჩემი მთელი ისწრაფება თუ მორწმუნევა არის სასופვლისაკენ, რომ იქ მარადიულად კარგად ვიყო, გამოდის, რომ ღმერთი გამოსულა საშუალება მიზნის მისაღწევად. ანუ კატასტროფულად ხდება ღმერთის დიდების დაკნინება, შეიძლება ასე ვთქვა. და ეს არის მარადიული სიცოცხლე. და ქრისტიანს როცა ესეთი შეხედულება აქვს მარადიულ სიცოცხლეზე, ის ქრისტიანი არ არის. წარმოდგენა არ აქვს სად იმყოფება. არ იცნობს წმინდა წერილს, არ იცნობს წმინდა მამებს, 2000 წლოვან გამოცდილებას ეკლესიისას. აი ნახეთ, უნდა მოგცეს ზემს მარადიული სიცოცხლე და მე კითხვა და მე ამბობს, განმარტავს და ესი არ ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელიც მოავლინე იესო ქრისტე. ანუ ღმერთის მცნობელობა არის სამოთხე და სასופველი. და მარადიული სიცოცხლე. ანუ ღმერთის მცნობელობა თუ სახარებისეულ და წმინდა წერილისეულ სხვა კონტექსტ, სხვა ადგილების გაერთიანებას მოვახდეთ ჩვენს გონებაში, ეს არის ურთიერთობა, პიროვნული ერთობა, მამაშვილური ურთიერთობა ღმერთს შორის. ანუ სამოთხე სასופველი მარადიული სიცოცხლე, ეს არის თავად ღმერთი. რადგან ღმერთი ჩემთვის ვიზუალურ სახეს იღებს როგორც ადამიანი, ესე იგი იესო ქრისტეს ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ სამოთხე სასופველი მარადიული სიცოცხლე, მარადისობა, ყველაფერი არის იესო ქრისტე. პერსონიფიცირება მოხდა სამოთხის, ბედნიერების, სიყვარულის, სიკეთის, ყველაფრის პერსონიფიცირება. ეს რას ნიშნავს? პერსონიფიცირება ნიშნავს, რომ მეც
პერსონიფიცირებულად უნდა წავსდგე მის წინაშე, არა როგორც საგანი, არა როგორც ფიზიოლოგიური არსება, რომელსაც მხოლოდ სიამოვნება შეუძლია, არამედ პასუხისმგებლობით, როგორც ღვთისშვილი წავსდგე მის წინაშე და ვისაუბრო ღვთისშვილის ძალაუფლებით, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ მოგცა ძალაუფლება, ხელმწიფება ვიყოთ ღვთისშვილები, როცა ძველი აღთქმის მართალი ვერ მიახლებოდა ღმერთს და ანგელოსაც კი ჩვენ ამ დროს შეგვიძლია მივიახლოთ კი არა იმის იქითაც მივდივარ და თავად ღმერთის სისხლი და ხორცი შემოდის, განკაცებული ღმერთის სისხლი და ხორცი და ღვთისშვილი ხვდებით, შვილები ხვდებით, ეს ძალაუფლება მოგვეცა ქრისტიანებს. და მე აგზელებს, გამოვუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელი მომცენმე სოფლის ამისაგან. ანუ მე ადამიანებსო, შენი სახელი გამოვუცხადე. ანუ ღმერთის სახელი, ეს სახელია მამა. შეიძლება სადღაც გვენახოს ძველად, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა, როგორც შემოქმედის თვალსაზრით, აი შემქმნა ჩვენ, როგორც მე შემქმნა, ისე ხვლიკი შექმნა, ყველაფერი შექმნა და ჩვენი შემოქმედი მამა. მაგრამ აი პერსონიფიცირებულ ურთიერთობაში, რომ ღმერთი ჩემი მამა, ასაც მამა ქვია და მე მისი შვილი ვარ. და მე რო შემილია მას უწოდო, არა ღმერთო, არა ძლიერო, არა დიდებულო, არა ყოვლად ბრძენო და ასე შემდეგ, არამედ მას რო შემილია უწოდო მამაო, მამა. ეს ცოდნა და ძალაუფლებას მოგვიტანა განკაცებულმა ღმერთმა. მე გამოვუცხადე შენი სახელი კაცთა, რომელიც და ვინც მე მომეც, ვინც ქრისტიანია. აი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომელთა მიმართ ეპისტოლესია, ამოგიწერეთ, წაგიკითხავთ ამასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ეს გარკვეულწილად? რამე თუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისა, რათა კვალაცა გეშინოდას. მონის მდგომარეობაში ადამიანს შიში აქვს, რაღაც წარმართული შიში აქვს, ყველაფრის სიკვდილის, სიცოცხლის, ღმერთის, უღმერთობის, ყველაფრის შიში აქვს, კოსმოსის. არა მიგიღებიეს სული მონებისა, რათა კვალა გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისა. და შვილების სული თავად ღმერთია ჩვენში. მადლია, რომელიც სულიწმიდა ღმერთმა მოგვიტანა და მე პავლე მოციქული იტყვის, რომ ესე იგი ჩვენ მისი ძალით, ამ სულის ძალით ვამბობთ. აი პრინციპში ამას გიკითხავთ ახლა. მიგვიღებიეს არა სული მონებისა, არამედ სული შვილებისა, რომლითაც ვღაღადებთ აბა იგივე მამას ნიშნავს. აბა მამაო, ანუ მამაო. უბრალოდ მენტალური საკითხი კი არ არის, აჰა, ეგრე უნდა უწოდო, არა? აჰა, ეს კარგი, ასე უწოდო, არა. საღვთო ენერგია შემოდის ჩემში, საღვთო სული შემოდის, ხდება ჩემი ონტოლოგიური გარდაქმნა, არსობრივი გარდაქმნა, ახალქმნილებად ვიქცევი. მე და ღმერთს გვაერთიანებს საერთო ენერგია და როგორც ქრისტე ეუნება მამას და ისევ ეუნები მეც მამას და ღმერთს საერთოდ ყოვლადწმინდა სამებას მამას. და ვეუნები ისე, როგორც ნამდვილი შვილი, იმიტომ რომ მე და მას ერთი ენერგია გვაქვს. აი როგორც მამას შვილს ერთი გენეტიკური კოდი აქვს, ასეა მე და ღმერთს ერთი ენერგია გვაქვს, ერთი ენერგიით ვარსებობს. ეს ის ენერგია, რომელთაც სამყარო შექმნა. ის ენერგია შემოდის ჩემში, ეს არის სული, რომლითაც მე ვამბობ მამაო, მისით ვამბობ და ჩემი ხდება ეს ყველაფერი. აი ეს ამ დიდებულებაზეა საუბარი. იგივე სული, ეს საღვთო სული ეწამება სულს ამას ჩვენსა. მე ხო ჩემი სულიც მაქვს და ეს სული, რომელიც ესე იგი ღმერთის შვილად მხდის და პრაქტიკაში გადაყავს, ანუ რეალურად შვილი ხდები. იგივე სული ჩემს სულს უმოწმებს, ეწამების, ანუ ემოწმების ჩემს სულს. რამე თუ ვართ შვილი ღვთისანი, ანუ მე ნამდვილად ვიცი რომ ღვთისშვილი ვარ, იმიტომ რომ ეს სული შიგ მიმოწმებს და თუ არ მიმოწმებს, იცით რა არის ამის მიზეზი? ეს არის ცოდვა, სასიკვდილე ცოდვები, რომელიც განმაშორებს მე ღმერთს. იმიტომ რომ ღვთისშვილი აღარ ცოდავს სასიკვდილე ცოდვები. და უკვე თუ ჩვენ შვილნი ვართ, აგძელებს პავლე მოციქული მკვიდრი, ანუ მე მკვიდრეც ვარ. მე მკვიდრე, ხო გესმით რა არის? მე მკვიდრე. ანუ ღმერთი ხარ მადლით. მკვიდრთანა ღვთისათანა და თანამკვიდრ ქრისტეს, ანუ ქრისტესთან ერთად ხარ მე მკვიდრე ამ სამყაროში, ანუ ამ სამყაროს გამგებელი ხდები. ოღონდ პირობა. უკვე თუ მისთანა ვივნოთ, მისთანაცა ვიდიდეთ, ანუ ამის წინა პირობა არის ქრისტეს ერთგულება ბოლომდე, რომ მისთანა ვივნოთ, რომ მისთანაცა ვიდიდოთ, როგორც თანამემკვიდრე ქრისტესი, ანუ ნამდვილი შვილები ზეციური მამის. მე აგზელებს უფალი, რომ შენი ქმნილებანი არიან, მამას ეუნება და მე მომცე იგინი და რადგან მომეცი, რა ახასიათებს და აგზელებს, სიტყვა შენი დაუმარხავთ. ანუ როდესაც მე მომეცა რომ ქრისტეა ღმერთი და გახსოვთ მამის სიტყვა როგორია? გაიხსენეთ ფერისვალების დროს, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგისი ისმინეთ. აი მამის სიტყვა, მაგისი ისმინეთ, ანუ მე გავიგონე, ხა მოციქულებმა გაიგონეს, გადმომცეს რომ ესე მე უნდა ვისმინო ქრისტესი. და ეს არის ღმერთის სიტყვა, მე ეს უნდა დავიმარხო, ანუ აღვასრულო.
რომ ქრისტეს მორჩილი და ერთგული ვიყო ბოლომდე. და აწუცნობიეს, ანუ ვიცით ჩვენ, უცნობიეს, ანუ გაცნობიერებული გვაქვს. ასე აბსტრაქტული და უბრალოდ რელიგიური ადამიანები კი არ ვართ ჩვენ, რაღაც გონებას რომ არ ვატანთ, რაღაც ჩვენ რელიგიურ ინსტინქტებს კი არ ვიკმაყოფილებთ, არამედ უცნობიეს, ანუ გაცნობიერებული გვაქვს. რამე თუ ყოველი რომელი მომეცამე შენგან არს, რას ნიშნავს? როცა სახარებაში ვკითხულობ ქრისტეს ნათქვამს, ვიცი რომ ტრანსცენდენტული ყოფიერების სამყარო შემოქმედის სიტყვა. როცა მე ვეზიარები, როცა შემოდის ჩემში ხორცი და სისხლი ქრისტესი საიდუმლოებრივად, ვიცი რომ ღმერთი შემოდის ჩემში. ანუ მე მაქვს ესეთი მისტიკური ხედვა ეკლესიაში. ყველაფერი შენგან არის, ყველაფერი ღმერთისგან არის. რამე თუ სიტყვანი რომელი მომცემე მე მივსცემ მათ და მათ მიიხვნეს და ცნეს ჭეშმარიტად. მიიხვნეს, ანუ გავითავისებ. და ჩვენთვის ეს არის ჭეშმარიტება. ანუ ჩვენთვის სხვა ჭეშმარიტება რა არის? ეს არის ობიექტურად არსებული სინამდვილე. ჩვენთვის სხვა ობიექტურად არსებული სინამდვილე თუ არა ღმერთი არ არსებობს. ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი მტრათი ქცევა, კოსმოსში ყველაფერი განადგურდება. არაფერი აღარ დარჩება გარდა ღმერთისა და განახლებული სამყაროსი, რომელიც მეორედ მოსვლას უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ობიექტური სინამდვილე ეს არის ღმერთი, ჩვენ ვცნეთ ეს ჭეშმარიტად და ამავე დროს ჩვენ ისიც ვიცით, რომ რეაგზელებ შენგან გამოვედ და რწმენა რამე თუ შენ მომავლინებ მე. მე არის ძალიან საინტერესო სიტყვები. მე მათთვის კითხავ, ანუ მათთვის გევედრები. არა თუ სოფლისათვის კითხავ, არამედ მათთვის, რომელი მომცემე, რამე თუ შენი არიან. ქრისტე არ ლოცულობს სხვებისთვის, მარტო ქრისტიანებისთვის ლოცულობს? რა თქმა უნდა არა, ყველა სახარებაში ვეჩანს, ყველაზე ზრუნავს, რომ საბოლოო ჯამში ყველა თავისთან მიიყვანოს, მაგრამ და ჩიტებზეც კი ზრუნავს, ჩვენ ხო ვიცით წმინდა წერილიდან. მაგრამ განსაკუთრებული მზრუნველობას ავლენს როგორც მღვდელმთავარი, იმიტომ რომ მე ვაღიარე ეს მღვდელმთავრად. მოვიდა მომცა რწმენა და დამელოდა. მოვიდა რწმენა, გავიგერო ქრისტე ღმერთია, მე მას ვაღიარებ მღვდელმთავარს და მეფედ, როგორც ნათლობაშია, მეფედ და მის სამეფოში, ანუ ეკლესიაში შემოვედი. როგორც კი მე მის ეკლესიაში, მის სამეფოში შემოვედი, ის ჩემი მეოხი ხდება და მე მასთან მაქვს ესეთი მისტიკური კავშირი, ამაზე აქვს საუბარი. და ამ დროს ჩვენ ხშირად როგორი უსუსურები ვართ და სულ მოკლენი, რომ პატარა განსასწრებელში საერთოდ ეს ჩვენთვის აღარ არსებობს და ვაიმე და აღარ იცის ადამიანმა როგორ დაფრთხეს, როგორ შეეშინდეს, ყველაფრის ეშინია. მაშინ როცა ქრისტიანს არაფრის არ ეშინია, მათ შორის არც სიკვდილის. რამე თუ ჩემი ყოველი შენი არის და შენი ჩემი არის და დიდებულ ვარ მე მათ შორის. ანუ აქ არის ყოვლადწმინდა სამების პირების ერთობაზეა საუბარი და ამ დროს ყოვლადწმინდა სამების ერთი პირი შემოვიდა ჩვენში და დიდებულია ჩვენ შორის, ანუ ჩვენ ვაღიარებთ მას ღმერთთან და ჩვენ მასთან ერთად ვერთიანდებით და მასთან გაერთიანებით, ვერთიანდებით ყოვლადწმინდა სამებაში შევდივარ და იქ ვერთიანდებით, როგორც პავლე მოციქული ამბობს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, ჩვენ ჯერ ხორცში ვართ, მაგრამ პოტენციაში უკვე ზეცაში ვართ, მარჯვენით მამის. და არღარა ვარ მე სოფელსა ამასა და ესენი სოფელსაშინა არიან. მე შენ და მოვალ წმინდაო, მამაო, დაიცევ ესენი სახელითა შენითა, რომელი მომცენ მე. უფალი განეშორა ჩვენგან განეშორა ამაღლების პერიოდია ეხლა, მაგრამ ევედრება რომ დაგვიცვას, ეს ნიშნავს იმას, რომ მადლს გვიტოვებს, ლუგეშინის ცემელი მოდის, ანუ სულიწმინდა ღმერთი, რომლის მიერაც მამას და ძეც კვლავ ჩვენთან რჩება საღვთო მადლი და ენერგიით. და ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი იმისა, რომ ჩვენ დაცულნი ვართ ღმერთისგან, ქრისტეს ლოცულობს, რომ მე ვიყო დაცული, ჩვენ ვიყოთ დაცული და თუ ეს სიტყვები ჩემზე აღსრულებულია და ეს ლოცვა ჩემზე თუ შედეგიანია, რა ნაყოფი უნდა გამოიყოს? 100 წელი ვიცოცხლოთ? მილიონრები გავხდეთ? სასწაულები მოვახდინოთ? არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარმავალია. და ნახეთ, რა არის ნაყოფი? რათა იყვნენ ერთობით ვითარცა ჩვენ. აი ეს ერთობის სული თუ არ იქნა, ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. იმით მიხვდებიან, რომ ჩემნი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი. ეს არის უმთავრესი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა და როგორ წუხვარ ხოლმე, როცა ადამიანები, სადაც ცოდვილების ერთობა ვართ ჩვენ, მაგრამ შედარებით ცდილობთ, რომ ცოდვას ვებრძოლოთ, არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ იმ დონის კომუნიკაციას, მაინც რომ არავის არ ეჭხუბონ. აი ეს მაინც მოახერხო, არავის არ ეჭხუბონ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ესე იგი ყველა გვიყვარდეს, ყველა არ იჭხუბონ, არ გაბრაზდნენ, იმტევებლობა შეძლოთ. ანუ გესმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა. და ჩვენ ვიყოთ მაგალითი მე დანაშელი სამყაროსი და საქართველოს, იმიტომ რომ
საქართველოს ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად ქართველი ერი, რომლებიც ეკლესიის გარეთ არის, ეკლესიას შემოხურებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალს ცდილობდა ლიბერალური სამყარო ეკლესია დაეკნინებინა, პატრიარქი დაეკნინებინა და ასე შემდეგ, მაინც ვერ შეძლო და თვით არაეკლესიურ ხალხშიც კი ვერ შეძლო ეკლესიის ბოლომდე, ესე იგი, ეკლესიის ავტორიტეტის დაცემა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქვეცნობიერად ჩვენ შემოყურებენ, ჩვენგან ელოდებიან მაგალითს ჭეშმარიტი ქრისტიანობისა. ასე რომ ჩვენი სამშობლოს გადარჩენაში ლომის წილი გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ? არაფერი. ძალიან მარტივია, გვიყვარდეს ქრისტე და გვიყვარდეს ერთმანეთი და ეს გამოჩნდება, ეს როგორც ნათელი გამოასხივებს. ათ შენ და მოვალ და ამას ვიტყვი სოფელ საშინა, რათა აქუნდეთ მათ სიხარული ჩემი სავსებით. აი ეს რაც თავიდან გითხარით, კიდევ ერთი ნიშანი, რითაც ჩვენ ქრისტეს როგორც მღვდელთავრის ლოცვას ჩვენში ნაყოფი გამოაქვს, არის სიხარული. სიხარული, ოღონ ეს ემოციური და რაღაცა მშვენიერი სიხარული კი არ არის ამ ქვეყნიური წარმატებებს რომ მოაქვს. ესეც შეიძლება ღვთისგან იყოს, მადლობა ღმერთს. არა, ეს არის სიხარული, რომელიც მისტიკური საიდუმლოებაა ჩვენში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ნელდება და გარეთ რაც არ უნდა ხდებოდეს, კარგი, მადლობა ღმერთს და თუ ცუდი, ის მაინც არსებობს ჩვენში. აი ეს არის საღვთო ნათელი, რომელიც ჩვენში მუდამ უნდა ენთოს. ქრისტეს ღვაწლის შედეგად. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდის იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.